2 წელია საქართველოში გვაქვს წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. მისი მოწყობა 11 მილიონი ლარი დაგვიჯდა. თქვენ რომ წამლის ხარისხზე წუწუნებთ ხოლმე და არ იცით ენდოთ თუ არა სააფთიაქო ქსელებში დახლებზე გამოდებულ მედიკამენტებს, აი ამას უნდა ამოწმებდეს ეს ლაბორატორია და გარწმუნებდეთ რომ წამალი ეფექტიანია, ვარგისია და გიშველით. მაგრამ ლაბორატორია სრულყოფილად ვერ მუშაობს. ეს შემთხვევა კორუფციის ნიშნებს შეიცავს და ნახავთ რატომაც. ვინ გახსნა ეს ლაბორატორია და ვინ ისარგებლა ამით? რატომ ვერ ვიყენებთ ლაბორატორიას წამლის ხარისხის კონტროლისთვის? ამას გიყვებით ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით. ლაბორატორია 2023 წლის მაისში ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინდელმა ქვეყნის პრემიერმა ზარზეიმით გახსნა. შემოიტანეს მილიონობით ლარის ინვენტარი, რომლის დიდი ნაწილიც ამ ლაბორატორიისთვის შეუსაბამოა. ამის დამტკიცებაზე საკმაოდ ბევრი ვიწვალეთ. სამინისტრო არ გვაძლევს ინფორმაციას, თუ რა ტექნიკა იყიდეს და ვისგან. ამიტომ დეტალურად შევისწავლეთ ლაბორატორიის გახსნისას გადაღებული ვიდეო მასალა და ასე მოვაგროვეთ იქ არსებული დანადგარების სია. შემდეგ გავაანალიზეთ, ვინ აწარმოებდა ამ ტექნიკას და ვინ იყო საქართველოში მათი შემომტანი. ტექნიკა ძირითადად 3 ბრენდისაა: თერმო ფიშერის, ჰანა ინსტრუმენტისა და არქტიკოსი. ამ ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში 2 კომპანიაა: ABM და Solemart. დავურეკეთ ორივე კომპანიას. აპარატურა პირდაპირ მათთვის ჩვენ არ მიგვიწოდებია. ჩვენთან კონტრაქტი მათ არ ქონიათ, არც გასაიდუმლოებული, არც გაუსაიდუმლოებული. რასაც ბატონი რეზო ბაცანაძე გვეუბნება, არ გამორიცხავს იმას, რომ ეს სხვა კომპანიის, მაგალითად Solemart-ის ხელით გააკეთეს და იგივე სქემა ამუშავეს, რაც თავდაცვის სამინისტროსთან კორუფციულ გარიგებაში გამოიყენეს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმასედავება, რომ ტომოგრაფიის აპარატში გაბერილი თანხა გადაიხადა და 1.300.000 ლარი გაფლანგა. და მედიაში გამოჟონილი ჩვენებების ფრაგმენტებით ირკვევა, რომ ეს აპარატი თავდაცვის სამინისტროს ხელში 4 კომპანიის გავლით მოხვდა. სქემა ასე ააწყვეს. ABM-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხეთერელმა აპარატურა პულსარ საქართველოსგან იყიდა და შემდეგ ზურაბ ტუკვაძის Solemart-ს მიჰყიდა. Solemart-ისგან კი ეს დანადგარი დედა G კომუნიკაციამ შეიძინა, რომელმაც ის თავდაცვის სამინისტროს მიასაღა. ოღონდ ყველა ეს გარიგება ერთ დღეში მოხდა. 3 კომპანიამ ერთმანეთის მიყოლებით ჯერ იყიდა ეს აპარატი, შემდეგ კი გაყიდა. Solemart-ის დირექტორ ზურაბ ტუკვაძისგანაც გვაინტერესებდა მონაწილეობდა თუ არა ლაბორატორიისთვის აპარატურის მიყიდვაში, მაგრამ მან ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა. Solemart და ABM რომ მთავრობასთან კარგად იყვნენ დალაგებული, სახელმწიფო ტენდერებიდანაც ჩანს. მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში ორივე კომპანიამ სახელმწიფო უწყებებთან 47 მილიონი ლარის კონტრაქტები გააფორმა. წამლის ლაბორატორიის ამბის დასაზუსტებლად კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და უშუალოდ წამლის ხარისხის კონტროლის ეროვნულ ლაბორატორიას. მივეცით შანსი, რომ მოეწოდებინათ უტყუარი მტკიცებულებები, თუ ვისგან იყიდეს აპარატურა და რა ფასად. შევთავაზეთ გაეკარწყლებინათ ჩვენი ეჭვი ქართულ კომპანიებთან კორუფციულ გარიგებაზე და სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტები მოეწოდებინათ. სააგენტომ და ლაბორატორიამ დაგვაიგნორეს. ლაბორატორიაში ახლა დგას ის ინვენტარი, რომელიც წამლის ხარისხის კონტროლისთვის გამიზნული არაა. ჩვენ ასეთი სულ მცირე 6 დანადგარი დავთვალეთ. არ გამოვრიცხავთ, რომ მეტიც იყოს. მაგალითად, ლაბორატორიაში დგას სექვენირების 2 აპარატი, 710.000 ლარად ღირებული მას სპექტრომეტრი და 3 PCR-PGR აპარატი. სექვენირებისა და PCR-PGR აპარატები გენომის და ვირუსების ანალიზისთვის გამოიყენება. ჩამოთვლილი დანადგარებისთვის მინიმუმ $533,000 და მაქსიმუმ $604,000 დაიხარჯა. გიორგი ანთაძეს ფარმაცევტული საქმიანობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. მან შექმნა და აღჭურვა მსხვილი ფარმაცევტული საწარმოები, მათ შორის ყველაზე მასშტაბური GMP-ც, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ის ერთ-ერთი ის პროფესიონალია, რომელმაც ლაბორატორიის მოწყობისა და მუშაობის სპეციფიკა კარგად იცის. ეს დანადგარები, რაც ახლა მათ იყიდეს, ეს არის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისთვის, რომლებიც გენ მოდიფიცირებაზე მუშაობენ ან DNM-ის გაშიფრვაზე და ესეთი ტიპის ახალი პრეპარატების შექმნაზე. თუ კი ეს ქონდათ სახელმწიფოს მიზანი,
რომ მათ ეხლა განახორციელოთ რაღაც კვლევები ამ მიმართულებით, სასაცილოა ეს არ არის სახელმწიფოს საქმე და თუ კი მიზნად იყოს საქართველოში არსებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, მაშინ მათ უნდა ეს თანხები მიემართათ სულ სხვა მიმართულებით და შესაბამისად მიიღებდნენ რეალურ დანახარჯებს, რომლებიც იქნებოდა მინიმუმ ორჯერ ნაკლები, ვიდრე მათ დახარჯეს ამ ლაბორატორიის მოწყობისთვის. ყველაზე უფრო გამოყენებადი ინსტრუმენტი ფარმაცევტული პრეპარატების ანალიზისათვის მაღალეფექტური სითხოვანი ქრომატოგრაფები ძალიან მცირე რაოდენობით აქვს შეძენილი. სამაგიეროდ დიდი თანხებია გადახდილი გენური ინჟინერიისათვის საჭირო აპარატურაში, ასევე სპექტრომეტრში, რომლის ღირებულება არ ვიცი $100,000-საც აჭარბებს და რომელიც გამოიყენება მხოლოდ ბიოლოგურ სითხეებში აქტიური ნივთიერებების აღმოსაჩენად ან სამეცნიერო კვლევითი მუშაობისთვის. შედეგად მივიღეთ ის, რომ 11 მილიონი დახარჯულია. ლაბორატორია ვერ მუშაობს და ამ საკითხის სრულად გამოკვლევა ანტიკორუფციული ბიუროსა და სუსის მოვალეობა. საიდან ვასკვნით, რომ ლაბორატორია თავის ფუნქციას ვერ ასრულებს? ამაზე, რა თქმა უნდა, სამინისტრო და თავად ლაბორატორია არ გვპასუხობს. ვიცი, სადაც არის შემიძლია, რომ მივიდე, გავესაუბრო. ვიცნობენ ბევრჯერ ვიკავშირდება. კი ბატონო, დაგელოდებით. ესეთი რაღაც არის ჯანდაცვის რეგულირების აგენტურისო, რომელიც და წერილობით მიმართული. კარგით, რა გაიწყობა? ამიტომ ისევ დავსხედით და გავაანალიზეთ ყველა სახელმწიფოს შესყიდვა, რომელსაც სხვადასხვა უწყება წამლის კონტროლისთვის აცხადებდა. მაგალითად, ამ მომსახურების შემსყიდველები იყვნენ ფარმაცევტული რეგულირების სააგენტო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რეგიონული ჯანდაცვის თუ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრები. ლაბორატორიის გახსნამდე ეს ორგანიზაციები წამლის ხარისხის კვლევას კერძო ლაბორატორიებს უკვეთავდნენ და დღესაც კერძო ლაბორატორიებს უკვეთავენ. ეს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრია. ეს კი წამლის ხარისხის კონტროლის ეროვნული ლაბორატორია. მათ შორის მანძილი დაახლოებით 10 მეტრია, მაგრამ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი წამლების ხარისხის კონტროლს მაინც სხვა კერძო ლაბორატორიას უკვეთავს ხოლმე. მაგალითად, 2024 წლის დეკემბერში მათ გლობალ ტესტს დაუკვეთეს წამლების შემადგენლობის და სიწმინდის დადგენა. თუ იყო შესაძლებელი, რომ ამ წამლების ხარისხის კონტროლი, რომელიც თქვენ დაუკვეთეთ კერძო ლაბორატორიას, გაეკეთებინა ეროვნულს, რომელიც აქვე გაქვთ. რატომ იყო ეს საჭირო? ეს გვაინტერესებს და ამაზე თუ ვინმე გამცემს პასუხს და გეტყვით შესაბამის ნომერს და არაერთი მცდელობის მიუხედავად რეგიონული ჯანდაცვის ცენტრისგან ვერ მივიღეთ პასუხი იმ კითხვაზე, თუ რატომ აფორმებენ პირდაპირ ხელშეკრულებას კერძო კომპანიასთან და თვალს არიდებენ მათ წინ გახსნილ სახელმწიფო ლაბორატორიას. ნამდვილად ვიცი, რა თანხებთან არის ასეთი სამუშაოები დაკავშირებული, როგორც კი ეს თანხა გაჟღერდათ 11 მილიონი, ხო, სადღაც $4 მილიონი, მაშინვე გავიფიქრე და შემდეგ ამაღლაც ვთქვით, რომ ეს არის გადაჭარბებული თანხა ასეთი ტიპის ლაბორატორიისთვის $4 მილიონი. ეს არის თანხა, რომლითაც სავსებით შესაძლებელია საქართველოში აშენდეს საშუალო ზომის ფარმაცევტული საწარმო. ან ძალიან დიდ არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე, ან ძალიან დიდ კორუფციასთან, ან ორივესთან ერთად. აქამდე ლაბორატორიის მოწყობის საქმე საჯარო განხილვის საგანი არასდროს ყოფილა. ჩვენ პირველები ვართ, ვინც ამაზე გიყვებით. ახლა კი სუს და ანტიკორუფციულ ბიუროს მივმართავ. თქვენც დაინტერესდით ამ საქმით. თან თქვენთვის ის კონფიდენციალური ხელშეკრულებებიც ღია იქნება, ჩვენ რომ ასე მონდომებით გვიმალავდა სამინისტრო. ველით თქვენი გამოძიების შედეგებს. თქვენ კი მაყურებელო, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარება და სხვებისთვის იმის მოყოლა, როგორ გაანიავეს თქვენი გადასახედებით შევსებული ბიუჯეტი. გამოგვიწერეთ და გვადევნეთ თვალი. ასეთ ამბებს მომავალშიც ბევრს მოგიყვებით.